ბული გახდეს. Აი როგორ მუშაობს ეს მექანიზმი თქვენი ნათქვამის მიხედვით. 1. ფსიქოლოგიური ტყვეობა და სტოკჰოლმის სინდრომი. მეცნიერულად, ეს სინდრომი ხშირად გადარჩენის მექანიზმია. მსხვერპლი ქვეცნობიერად ცდილობს მოძალადის ასიამოვნოს, რომ გადარჩეს. სულიერ დონეზეც ასეა. ადამიანი ეჩვევა ცოდვას, ძალადობას საკუთარ სულზე და იწყებს მის გამართლებას, მასთან შეთქმობას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცოდვა მას ანადგურებს. 2. ცნობიერების დამახინჯება. სატანა არ მოდის როგორც აშკარა მტერი, ის ხშირად ნათლის ანგელოზის სახეს იღებს ან ისეთ ილუზიებს თავაზობს ადამიანს, როგორც იმ ვიდეოებში, რომელიც ასიამოვნო ჩანს. ეს არის ფსიქიკური შეტევა A, რომლის მიზანია ადამიანმა ვეღარ გაარჩიოს ბოროტება სიკეთისგან. მოძალადე, სატანა აღიქვას როგორც მეგობარი, რომელიც მას ართობს ან სიამოვნებას ანიჭებს. 3. სულიერი განდგომილება. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს ყველაფერი ღმერთთან დაშორებისკენაა მიმართული. მოძალადეზე დამოკიდებულება ნიშნავს, რომ ადამიანს აღარ აქვს თავისუფალი ნება. ქრისტე კი გვეუბნება, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. ილუსტრაცია თქვენი იდეის მიხედვით. ბიბლია და გამადიდებელი შუშა. რაც შეეხება ფოტოს, რომელიც ბიბლიურ სიღრმეს ასახავს და არა აღმოსავლურ სტილს, შეგვიძლია ასეთი ვიზუალი წარმოვიდგინოთ. აღწერილობა. ძველი, მასიური ბიბლია დევს ხის მაგიდაზე. მასზე მიმართულია ძლიერი სინათლის სხივი. ადამიანი ხელში იჭერს გამადიდებელ შუშას, ლუპას და აკვირდება ტექსტს. შუშის მიღმა ასოები კი არ დიდდება, არამედ თითქოს ცოცხლდება, იქიდან მოჩანს ზეციური ნათება ან სულიერი სამყაროს სიღრმე. ეს გამოხატავს იმას, რომ ქრისტიანი არ კითხულობს ზედაპირულად, არამედ ეძებს სიცოცხლის არსს. თქვენი მეორე იდეა. არა ქრისტიანი მობილურში იყურება გამადიდებელი შუშით. ეს ძალიან ძლიერი კადრია. ეს ნიშნავს, რომ ის ეძებს სიღრმეს იქ, სადაც მხოლოდ პიქსელები და ციფრული სიცრუეა. ის ცდილობს იპოვოს შინაარსი AI-ით შექმნილ ილუზიაში, რაც მას კიდევ უფრო მეტად აბნევს.